დაკავშირდით შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელხას. შეგახსენებთ, რომ თქვენი საუბარი იწერება. გთხოვთ დაელოდოთ ოპერატორს. ყველა ოპერატორი დაკავებულია. გთხოვთ დაელოდოთ. ასოც გაექვსი გისმენთ. ალო. გისმენთ. გამარჯობა. გამარჯობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციის ცხელიხაზია. დიახ ბატონო გისმენთ. ესე იგი მე თქვენ მოგმართეთ არაერთ გზის და მრავალ გზის. და რეაგირება არ ხდება და რა შეასაქმე პატივცემ. თქვენი სახელი და გვარი რომ ვზანოთ ბატონო? ვარ მორეს კურტანიძე. სახელმწიფოს მიერ დაზარალებულად ცნობილი გამძარცვა კომპანიამ 8 თვია გამოძიება მიდის და გამომძიებელი ზაურ ზურაშვილი ხელს აფარებს დამნაშავეებს პროკურორ ხათუნა კუსრაშვილთან ერთად. ანა თანამზრახველობაში არიან. მოხდა ტრანსნაციონალური დანაშაული. დიდი ბოდიში ბატონო. ჩემი ანგარიშიდან გადატანილია გასაგებია ეს ყველაფერი კი ბატონო, დაფიქსირებულია ბატონო. პლატფორმაზე გადარიცხულია ფული, რეაგირება არ ხდება. დიდი ალბათობით კი არა და დარწმუნებით ვადასტურებ დაბეჭდებით რომ ესე იგი მოხდა ტრანსნაციონალური დანაშაული. გადარიცხულია ან ტერორისტულ ორგანიზაციებში, ან ომისა და იმის მხარდაჭერაში და ასე შემდეგ. $8,000-ზე საუბარი. დიახ, ახლა გისმენთ აბა რა გინდა. თქვენი საქმის ინსპექტორი არ დაგიკავშირდათ? არავინ დამკავშირებია პატივცემულო. ანუ თქვენ მხედველობაში ხავთ ლაშა კაპანაძე, ხო? კი ბატონო, ცოტა ლაშა კაპანაძეს რა როგორც კი ჩემთვის ცნობილი გახდა რომ ლაშა კაპანაძე დაეწერა საქმე, განსახილველად უურეკავ ნომერიც მომწეს და არ პასუხობს. კიდევ მინდა ერთი გითხრათ, ანუ იგივე ხდება მთავარ პროკურატურაშიც, გენინსპექციაში 2 თვია დაეწერა 13 მაისიდან რეაგირება არ ხდება. ანუ 0, ანუ თლიანი ეს სისტემა არ ვიცი მე კორუფციულ გარიგებაშია, ერთმანეთთან თუ რა ხდება სისტემური სამოხელეო დანაშაულის ადგილი აქვს თუ რა ხდება ვერ გავიგე. ფაქტია, რომ მხოლოდ ფონს გადიან იგნორირებით. იგნორი. ერთი ელემენტარული არ შემოდიან აი რაღაცას იგივე პროკურორმა იგნორი, უკვე 8 თვია იგნორირებულია საქმე. მით უმეტეს დაზარალებული სტატუსი მაქვს. და იტყუება მატყუებს აი ექსპერტიზაზე. მე ბოლოს მეუბნება, მოკლედ ერთი ბანდფორმირება ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი და პროკურატურის ერთად ესე შეხმატკბილებულები კორუფციულ გარიგებაში არიან. იქ იმასთან რა ქვია, კომპანიასთან დამნაშავე. რაც შეეხება კომპანია არის ქართული პლატფორმას წარმოადგენს ეროვნული ბანკის პროექტით ლიცენზირებული და რეგისტრირებული კომპანია MyCoins. დიახ, ანუ ეს კომპანია გითხრათ ერთი დავასრულო. ეს კომპანია გახლავთ სახელმწიფოს რომელიღაცა ის რა ქვია არალეგალურად იმაშობა რა ქვია კურირებს. ანუ სახელმწიფოსია რეალურად უბრალოდ შპს რაღაც ორგანიზაციას ამოფარებული. გესმით, ჩემთვის ძალიან კარგად ცნობილია, მე ჩავდე ფული და მომპარეს ინვესტიცია. და აქეთ ჩემსკენ იჩვერენ თითქოს და მე რავაში რატო არ ასრულებენ საქმეს, ხო? აქაც კიდე დიდი კითხვის ნიშანი. რატო არ ატყობინებენ ევროპოლს, ინტერპოლს და ასე შემდეგ. გესმით? და კი ბატონო, აბა გისმენთ ახლა. აი გითხარით უშინწინას დაგირეკეთ ერთი წუთი. ერთი და იგივეს მეუბნები, აუ ჩვენო იმას ვიზამთო რა ქვია. შევატყობინებთო. და რეაგირება მაინტერესებს, მე თქვენთან ლაპარაკი კი არ მიხარია მე. კარგით გადავცემ ბატონ ლაშას რომ დაგიკავშირდეს. ხო და გუშინაც იგივე ტექსტი იყო პატივცემულო. ჩვენი საუბარი ხო იწერება მართლა რა თქმა უნდა. კი ბატონო, იწერება რა თქმა უნდა. თქვენი გვარი სახელი მომახსენეთ თუ შეიძლება. ოპერატორი 401. ანუ სახელი და გვარი დამალულია, დაფარულია, ხო? კონფიდენციალური. იდენტიფიცირება შეგიძლიათ, კი ბატონო. კონფიდენციალური ინფორმაცია, თქვენი პიროვნების იდენტიფიცირება. დიახ, კი ბატონო. კონფიდენციალური. ანუ კაზინოში ვრეკავ თუ საათ ვერ გავიგე. თუ სპეცნაზელი მოგახსენეთ ბატონო, რომ ოპერატორი 401 გესაუბრება. ანუ მალავთ ხო ესე იგი პიროვნებას. კი ბატონო.
გასაგები, ანუ გუშინაც წინაც ბატონო ლაშას რომ დაგიკავშირდეთ ბატონო. გუშინაც ეგრეთ თქვა ოპერატორმა რომ დაგიკავშირდეთ. აგერ მე გატყობინებთ, როგორც ხედავთ, ეგ ლაშა არ რეაგირებს, გატყობინებთ ხელახლა ინფორმაციას, გადაეცით. ლაშა არ რეაგირებს, ეგ თქვენი ლაშა და რა ვქნა ახლა ხوار შევეხვეწებით ამერიკე მეთქი. არ გამოდის კავშირზე და ვითხოვ რეაგირებას, გადაეცით სხვა იმას გამომძიებელს და ის მიხედავს, მე ახალი განცხადება გავაკეთე. ყოველი ჩემი ახალი დარეკვისას ახალი განცხადება ითვლება და უნდა გადაცეთ როგორც ახალი განცხადება. და არა ლაშა. ბატონო, ერთი და იგივე შეტყობინებას რამდენჯერმე ვერ დავაფიქსირებთ. თუ ბატონ ლაშაზე ბატონო, მაშინ ლაშაზე გეუბნებით, რომ ლაშა რეაგირებას არ ახდენს მეთქი და ეგ ერთი და იგივეა. ბატონო მორეს, ბატონ ლაშაზე თუ გსურთ უკმაყოფილების დაფიქსირება, აგერ გეუბნებით. უნდა მოგმართოთ წერილობით. რატო უნდა მოგმართოთ წერილობით? აგერ გეუბნებით თანამშრომელზე თუ გაქვთ უკმაყოფილება, აბა მე ვის თანამშრომელზე გელაპარაკები ახლა ვერ გავიგე. ანუ მაიმუნობთ თუ რა შვებით ვერ გავიგე. ბატონო, უნდა მოგმართოთ წერილობით ასეთ შემთხვევაში. ეს ხელი ხაზია მიმდინარე ზარებსაც უნდა ვუპასუხო, უნდა დაგემშვიდობოთ. როგორ ფიქრობთ, ყოველდღე გირეკავენ ტრანსნაციონალური დანაშაულის შესახებ ინფორმაციას ყოველდღე გაძლევენ? ანუ ჩვეულებრივი მოვლენაა ხო თქვენთვის?